ეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. მიწა, რომელზეც მონასტერი დგას, ჯერ კიდე მირიან მეფეს მიუღია. როდესაც აქ ჩამოვიდა, ქრისტიანობა არ იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული იმპერიაში. სავარაუდოდ ჯერ დედოფალი ელენეც არ არის ჩამოსული და სწორედ ძველი ქალაქის გარეთ აგებენ პირველ ქართულ მონასტერს. სავარაუდოდ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჯვრის მონასტერი მნიშვნელოვან ადგილას დგას, სადაც იზრდებოდა ხე, ანუ ლოტის ხე, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი. ამ მონასტრის უძველესი არქეოლოგიური ფენები თითქმის უკვე მე-4 საუკუნიდან გვაძლევს ჩვენ ინფორმაციას. შემდეგ საუკუნეებში მონასტერი უფრო ძლიერდებოდა, უფრო იზრდებოდა და ჯვარის მონასტერი გახდა უმთავრესი ცენტრი ქართველთა მოღვაწეობისა წმინდა მიწაზე. მას გააჩნდა სრულიად უნიკალური, ძალიან დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც მსოფლიოში მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკას წარმოადგენს და დღეს იერუსალიმის ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ეს იყო უმძლავრესი მწიგნობრობის ცენტრი, ეს იყო ძალიან ძლიერი კერა, რომელიც პრაქტიკულად გარკვეული პერიოდულობით მთლიან წმინდა მიწას მართავდა. აქედან იმართებოდა ქართველთა ცხოვრება წმინდა მიწაზე. მონასტერს გააჩნდა ვენახები, ჰქონდა დიდი მამულები, ეს ტერიტორიაც ახლა რასაც ხედავთ არის შემცირებული და გადაკეთებული ცხადია. გარშემო არის უზარმაზარი პარკი, რომელსაც მთლიანად მონასტერი იკავებდა. სხვადასხვა ეპოქებსა და პერიოდებში ჩვენ სხვადასხვანაირ ჩანაწერებს ვნახულობთ მონასტერზე. ზოგან ვნახულობთ, რომ იყო 16 ეკლესია და თითქმის 400-მდე სენაკი, შემდეგ ნელ-ნელა როგორც ჩანს გარკვეული ძვრები ხდება მონასტერში და ვნახულობთ, რომ არის 12 ეკლესია და 200-ზე მეტი სენაკი, ანუ რაღაცა ცვლილებები იყო, თუმცა თავად ეს ციფრები ჩვენ გვეუბნება იმას, რომ ეს უდიდესი მძლავრი მონასტერია. მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვაქვს მონასტერზე. ბევრი რამ ვიცით და ისტორიამ ეს ყველაფერი შემოინახა. დღეს იერუსალიმის ჯვარის მონასტერი იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს საკუთრებაა. აქ ქართველები აღარ არიან. გარკვეულ ეტაპებზე ჯვარის მონასტერში კვლევები ტარდებოდა. აქ მუშაობდნენ ბერძენი არქეოლოგებიც და ხომ იცით უკვე ალბათ მიხვდით ჩვენი ფილმიდან, რომ წმინდა მიწას და იერუსალიმს თავისი საიდუმლოებებიც აქვს. მე-20 საუკუნეში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოაჩინეს, როგორც მათ დასკვნაში ეწერა, ქალის ორი, ასე ვთქვათ, ნაშთი. ვინაიდან მონასტერი მამათა მონასტერი იყო და აქ ასე ვთქვათ დედაკაცის დაკრძალვა არ შეიძლებოდა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მხოლოდ 2 ადამიანი არსებობდა, ვისი აქ დაკრძალვაც იყო შესაძლებელი. ეს უნდა ყოფილიყო მონარქი. ჩვენ კი ისტორიაში 2 ქალი მონარქი გვყავდა, მეფე თამარი და რუსუდანი. გვაქვს ასევე საკმაოდ საინტერესო წყარო, რომლის უფრო ვრცელ ტექსტს ჩვენ იერუსალიმში შევხვდით, როდესაც იგზავნება ასეთი წერილი ევროპაში, რომ ახალგაზრდა მეფეს ლაშას წმინდა მიწაზე მოაქვს თავისი დედის თამარ მეფის ნეშტი. იმავე წერილში წერია, რომ სიცოცხლეშივე თამარ მეფისთვის მიუწია აღთქმა ლაშას, რომ გარდაცვალების შემდეგ მის ნეშტს წმინდა მიწაზე ჩამოაბრძანებდა და მაცხოვრის საფლავის ახლოს დაასვენებდა. წყარო გვეუბნება, რომ ლაშამ წმინდა ნაწილები პალესტინისაკენ წამოიღო. თუმცა შემდეგ ინფორმაცია აღარ გვაქვს. საქართველოს შემოესია მტერი, ლაშა გზიდან მობრუნდა, თუმცა არ მგონია, რომ წმინდა ნაწილები უკან წამოიღო და თამარის უკანასკნელი თხოვნა ვინმე სხვას არ აღესრულებინა, რომელიც აი ამ ჯგუფში იყო, ასე ვთქვათ, ლაშა გიორგისთან ერთად. ფაქტია, რომ
ტაძრის ქვეშ კრიპტაში ქალის ორი ნაშთია აღმოჩენილი. თუმცა ბევრი წლის წინ ჩვენ პირად საუბრებში ერთი მეტად სანდო ადამიანი მოგვიყვა, რომ აი სწორედ იმ სვეტის ქვემოთ, რომელზეც შოთა რუსთაველის ფრესკაა და აქ ჩამოსული ქართველები ფოტოებს ხშირად იღებენ, კრიპტაში შოთა რუსთაველის საფლავია. ჩვენ დღეს ამის ნახვის საშუალება აღარ გვაქვს. თუმცა მთავარი მაინც სხვა რამაა. ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით რა ხდება ქვემოთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ქართველებმა თუნდაც თავის მეხსიერებაში შეინარჩუნონ ქართველთა ისტორია წმინდა მიწაზე. მთავარი ახლა ესაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თქვენთვის. ჩვენ ახლა მოვედით კვლავ იმ ადგილას, სადაც 2016 წელს, მე-17 საუკუნის შემდეგ, ქართველთა დიდი ისტორია დაიწყო. ეს იყო დასაწყისი ქართველთა დაბრუნებისა წმინდა მიწაზე. სწორედ აი ამ სვეტთან 2016 წელს დაბრძანდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი დედოფალი სიხარულის მომნიჭებელის. მეც და გიორგიც ჯვარის მონასტრის ისტორიის ნაწილი ვართ უკვე. სამწუხაროდ დღეს მოვედით ცარიელ კედელთან და მოვედით ისტორიის დასასრულებლად. ქართველთა სახელის დაბრუნება იერუსალიმში ჩვენით დაიწყო და დღეს ჩვენ გვიწევს ამ დასასრულზე მოსვლა. სამწუხაროდ ეს წლები იყო ძალიან რთული, ძალიან ბევრი ბრძოლით სავსე. ალბათ წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ქართველთა გარკვეულმა ჯგუფებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველთა კუთხე განადგურებულიყო ჯვარის მონასტერში და ქართველთა სახელი სამუდამოდ გამქრალიყო წმინდა მიწიდან. ჩვენს გარდა არავინ იცის, თუ რამხელა სირთულის გამოვლა იყო საჭირო აქ ქართველთა სახელის დასაბრუნებლად, ქართველთა კუთხის შესაქმნელად. ეს იმდენად რთული ისტორია, რომ ჩვენ ის ჯერ დღემდე არასოდეს მოგვიყოლია სრულად. თუმცა კიდევ უფრო რთული იყო შემდგომი 8 წელი, როდესაც მეც და გიორგიც უყურებდით ქართველთა უდიდეს დაცემას, ყველაფრის კადრებას და ბრძოლას ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედ ხატთან. ძალიან ძნელია დღეს აქ ჯვარის მონასტრის მთავარ ტაძარში წარმოვთქვა სიტყვები. ქართველებმა წმინდა მიწაზე ქართველთა სახელი გააქრეს და ყველაფერი გაანადგურეს, მაგრამ ეს მოხდა. ჩვენ დღეს ერთადერთი რაც შეგვეძლო და ესე ძალიან დიდი შრომის და ბრძოლის ფასად, ზურგი არ გვექცია ღვთისმშობლისთვის და ხატმა, რომელმაც აქედან ადგილი დატოვა, უბრალოდ დაატოვებინეს ისა ჩვენთან, საქართველოში დაგვებრუნებინა. მაგრამ ხატის დაბრუნებასაც კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თავად დაბრძანებას ჰქონდა. ხატი იერუსალიმისთვის დავწერეთ, იგი იყო საკვირველთმოქმედი აქ შესაწირები და ივერიის ღვთისმშობლის ეს ხატი გახდა იერუსალიმის დედოფალი. 8 წლის შემდეგ იერუსალიმის დედოფალი საქართველოში ჩამობრძანდა. ალბათ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენაც არც ისე ბევრი ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ჩვენ არ ვიცით ეს რას ნიშნავს. ეს რისი დასაწყისია, თუ რისი დასასრული. ერთი რამ ფაქტია, დღეს ჩვენ აქ სრულიად სხვა ჯვრის მონასტერში მოვედით. ის სითბო და სიყვარული, რაც აქ დავტოვეთ, ის ქართული სული, რომელიც აქ გავაჟღერეთ, ახლა აღარ არის. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით და გავაკეთებთ, რომ ღვთისმშობლის ხატის ისტორიის დასაწყისიცა და ბოლოც საქართველოს ისტორია სრულად დარჩეს. ქართველებმა ყოველთვის იცოდნენ, ვინ იყვნენ ის გამყიდველები, რომლებმაც საშინელი რამ ჩაიდინეს მომავალი თაობის
და საქართველოს წინაშე. ვინ არიან ისინი, რომლებმაც ქართველთა ისტორია საბოლოოდ წაშალეს და გაანადგურეს წმინდა მიწაზე. ეს ისტორია დავიწყებას არასოდეს მიეცემ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მეც და გიორგიც ვართ ბედნიერნი, რომ ჩვენ მთავარი გავაკეთეთ. მე-17 საუკუნის შემდეგ. ერთადერთი რაც აქ დაბრუნდა, ეს იყო ქართველთა კუთხე, ქართველთა სახელი და ჩვენ ჯვარის მონასტრის ისტორიად ვრჩებით. იერუსალიმის ჯვარის მონასტერს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთათვის. მისი მდებარეობაც ძალიან ხელსაყრელი იყო და ქართველებს საშუალებას აძლევდა საკუთარი თავის შეენარჩუნებინათ წმინდა მიწაზე. მაშინ, როდესაც ძველ ქალაქში ან რაიმე შემოსევა იყო, ან რაღაც მღელვარება ტყდებოდა, მათ შეეძლოთ ამ მონასტერში გაემაგრებინათ თავი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან მძლავრი ცენტრი იმისა, რომ ქართველებს წმინდა მიწაზე ეცხოვრათ. სულ რომ დანგრეულიყო ძველი ქალაქი, ჯვარის მონასტერი მოშორებით არის ქალაქიდან და შეიძლებოდა რომ აქ მტერი არ მოსულიყო. ისინი გამოხიზნულიყვნენ ამ პრაქტიკულად ციხესიმაგრეში თავი შეენარჩუნებინათ და როდესაც მტერი უკან დაიხევდა, რაღაცა ვითარება შეიცვლებოდა, ისინი უკლებლივ ბრუნდებოდნენ ისევ ძველ ქალაქში. თუმცა ჯვარის მონასტერსაც ძალიან ბევრი მძიმე ისტორია ახსოვს. ჩვენ აქ ყავს წმინდანები, რომლებიც ამ მიწაზე ეწამნენ, რომლებმაც თავი შესწირეს იმას, რომ ჯვარის მონასტერი შეგვენარჩუნებინა, ქართველებისა ყოფილიყო. თუმცა ჯვარის მონასტერმა ბოლოს ძალიან უცნაურად დაასრულა, ასე ვთქვათ, ქართული ისტორია. ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ აქ ბოლოს ერთადერთი არქიმანდრიტი ყოფილა, რომელზეც ასეთი ჩანაწერი გვხვდება. ამ კაცს მსახურებისთვის თავი მიუნებებია და უბრალოდ წასულა აქედან. მას შემდეგ ჩვენ მოვედით 2015 წელს.